ციფრულ ერაში ეკრანი ბავშვების მუდმივი მგზავრი გახდა, თუმცა საინტერესოა ის, თუ როგორ იმოქმედებს ეს მათ განვითარებაზე და განსაკუთრებით კომუნიკაციის დასწავლაზე. ჩვენმა კვლევამ აჩვენა ის, თუ როგორ მოქმედებს საეკრანო დრო მეტყველების განვითარებაზე პატარა ბავშვებში. მათ შორის 12-30 თვეების შუალედში, როდესაც კომუნიკაცია უფრო სწრაფად ვითარდება. კითხვარების გამოყენებით, რომლებიც სპეციალურად იყო სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე მორგებული, შევაგროვეთ ჯამში 5000-ზე მეტი მონაცემი 3 კლინიკის მასშტაბით. ჩვენ გავაანალიზეთ საეკრანო დროის, მშობელის და ბავშვის ინტერაქციის შეფარდების და მეტყველების ნიშანსვეტები. შედეგებმა ცხადყო, რომ ბავშვებში, რომელთანაც ეკრანის ექსპოზიცია დაიწყო ადრე, იყო უფრო მაღალი რისკი ექსპრესიული მეტყველების დაგვიანების. ბიჭებში უფრო მეტად იყო გამოვლენილი ვიდრე გოგოებში, თუმცა რამდენად არის ეს ყველაფერი დამოკიდებული საეკრანო დროზე, არ ვიცით. ამ კვლევის მიხედვით, ბიჭებში უფრო მაღალი რისკია ექსპრესიული მეტყველების შეფერხების გოგოებთან შედარებით. ეს განსხვავება შეიძლება დაკავშირებული იყოს სქესთან, როგორიცაა ბიჭის მიდრეკილება ექსპრესიული მეტყველების შეფერხებისკენ. საინტერესოა, რომ 31-48 თვეების შუალედში შეზღუდული ან საეკრანო დროის საერთოდ არ მიცემა დაკავშირებული იყო მეტყველების შეფერხებასთან და არა ექსპოზიცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასაკის შესაბამისი მეთვალყურების ქვეშ საეკრანო დროის მიცემა ამ ასაკში შეიძლება იყოს სასარგებლო. სხვა კვლევებისგან განსხვავებით, ამ კვლევის ფარგლებში ვერ შევძელით ძლიერი კორელაცია დაგვენახა მშობლის მეთვალყურეობასა და ეკრანის რისკების შემცირებას შორის. მეტი ჩართულობა აქტიური ზედამხედველობა საეკრანო დროის განხორციელების პერიოდში ხელს გაუმართავს კოგნიტიურ განვითარებას. ოპტიმალური განვითარებისთვის ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას დაბალანსებულ და პროაქტიულ საეკრანო დროს, რომელიც დაფუძნებული იქნება ხარისხიან ურთიერთობაზე